სალომი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალხოში გულითადი. სალომი პატივისცემა და სიყვარული. დღეს მეგობრებო, ჩვენ თხებს ცოტა ბალახი მოუტანა გოქანმა, მადლობა მას. თქვა, მოდი ესენი ცოტა ბალახ შეჭამე, რადგან ჩვენ ვერ გავყავს საძოვარს. თქვა, ბალახი ფეხებთან მიუტანოთ. ეხა კარგად ძოვეთ. გუშინაც ვიდეო გადავიგეთ, მაგრამ ვიდეო არ გამოგვივიდა, მეგობრებო. გუშინ ისევ შედუღების სამუშაოებს ვაგრძელებდით. ბოლოს როგორც იცით, კონტეინერთან ლამაზი პანელიანი ღობე გავაკეთეთ. კარი და ყველა დეტალი დასრულდა. ცოტა ხანში დასრულებულ მდგომარეობასაც გაჩვენეთ. გუშინ ქათმების კარიც გავაკეთეთ, გოქან, აჩვენე ეგ ადგილი. ნახეთ, ამ ადგილის კარის გარეთა ბადე ასე მოხსენით, მეგობრებო. აქ კარგი ჩესანი დავადუგეთ, სუფთა გამოვიდა, საკედის გავუკეთეთ. აი ესე გაჩვენებთ, ნახეთ. ეხლა ძალიან მტკიცია, დედე და სხვები აქ ვეღარ შემოვლენ. ძალიან ვაწუხებდა და ეხლა კარგი გამოვიდა. ჩვეულებრივ დღესაც უნდა დაგვეწყო შედუღების სამუშაოები, მაგრამ ცოტა უიღლობა შეგვემხვა, მალე მოგიყვებით. თქვენ გათხოვნა მაქვს, ვიდეოს წინ უგამიტეხავთ გულს. გააკეთეთ ერთი შიკეთე. არ დაიზაროთ, ხარდაჭერისთვის მოიწონეთ ეს ვიდეო. თუ გამოიწერთ არქს და კომენტარსაც დაწერთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია ძმაო. გააკეთეთ ერთი სიკეთე, არ დაიზაროთ, მოიწონეთ ეს ვიდეო. არ მოკვდებით, 1-2 კომენტარი მაინც დაწერეთ. დღეს ჩვენი თემა რა არის? დღეს თემა შვილებია, მოდით ნახეთ. ჯერ ამ ფისტიკის მატკებს უნდა გავუშვებდი. დიდი ხანი არ გამიშვია, ცოტა იარო. ფისტიკი! ფისტიკი! სად არიან ჩემი ბავშვები? ფისტიკის ბავშვები გაიზარდნები. გაიზარდნენ. ფისტიკის ბავშვები გაიზარდნენ. მოდარდნენ, მოდი ვნახოთ, მოდი. ესენი კანიბალები არიან. ესენი კანიბალები არიან. მოიცადე, მოიცადე. მოდი, 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 მოდი. მოდი, 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 მოდი. ნინდა მოეფერო მათ. სად არიან ისინი? სად არიან ისინი? სად არიან ეს ბავშვები? სად არიან ჩემი ლომები? ვაჰ, როგორ გაიზარდეთ? ჰე, ფისტიკი. როგორ გაიზარდნენ ეს ლეკვები? ჩემო პატარა, ნახე ჩვეულებრივად. დედა ძაღლებში დედობრივი ბზნობა 2 თვეა, მაქსიმუმ 3 თვე. კარგი, დედობას ასრულებს. მერე კი თავის ლეკვებს ბუნებაში ტოვებს, რომ თვითონ ისწავლონ. ფისტიკი, მაშალა, საერთოდ არ თმობს მათ. და როცა მათ გვერდიდან გამოვიყვან, ფისტიკი ისეთი დედაა, რომ ისეთ ცდილობს მათთან დაბრუნებას, მეგობრებო. ფისტიკის დედობას და სინდის ვენაცვალე. ბავშვებო! მოდი აქ, მოდი, 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 ცოტა მოგეფერებით, მოდით. მოდი აქ, მოდი. სად არის ჩემი ლომი? სად არის ჩემი ლომი? შეხედე მათ. ესენი უკვე დიდები გახდნენ. ესენი უკვე დიდები გახდნენ. შეხედე ფისტიკს. ნახე, ისე მოიბაზოს ფისტიკი. სად არის ის ყვითელი ლეკვი? ყველაზე მეტად ყვითელი მიყვას. ხო იცი, ყველაზე პატარა. ნახე, ფისტიკი როგორ გახარებულია. ფისტიკი, ის ბალახები თხებისთვის დავდე, რომ ეჭამათ. ჩვენს გინდა ჭამა. ისინი სწავიან თამაშობენ იქ, ნახე. აჰა, ისევ თეთრ ქათამს მიადგნენ. ეხლა ნახე გიოქანი რასაკეთებენ. გააკეთებს. ის თეთრი ქათამია, მიდიან და თავს ულოკავე ყველა. იჩერენ მას. ცხოველის თავს ულოკავე. ის ყვითელი ლეკვი აკეთებს ამას ისედაც. მოგო, მოდი აქ. უთხარი, ყველაზე მეტად ეს მიყვას მეთქი. ეს სად გაქრა? სად გაქრა ეს? ეს სად გაქრა ეს? მოდი აქ ნახე. ბიჭო, რა გააკეთეთ? დაიცადე შიგით რაღაც ამბები ხდება. გოგო. მოდი აქ. მოდი აქ შენ, შენ იცი რა, შენ. შენ ცუდად იქცევი ეს გიჟი, აი კვეცხი. ფეხხეშაც ერთი კვეცხი მიდევს. დაიცადე შევიყვანოთ ის შიგნით, ჩვილო. რატო დევნი ქათვებს? გოქან, ფერები და ყველაფერი ძალიან ამაზი არ არის? კი, რა თქმა უნდა. შეხედე რა ამაზები არიან, მაშალა, ჩემო. ჩემს გოგოს. ესენი, ხო იცი, ესენი კანიბალები იქნებიან, კანიბალები. ირბინე. ირბინე, ნახე? სალიჩაზე როგორ გააბედნიერა ბავშვები. ხო, ადრე სულ უშვებდით მათ, ძმაო. ისე იცებია, რომ გითხარით, თითქოს ქათმებსა და მტრედებს ესხმიან თავს. ამიტომ სულ არ უშვებთ. დღეს ვიფიქრე, მოდი ცოტა გავუშვებთ, მილა და სანამ ასე აიარო. დაიცადე ამ ყვითელ ბაჭიას მოვეფერები. მოდი გოგო, მოდი, მოგეფერები, მოდი, მოდი. ჰალა ლამაზი გახდი შენ. ჰალა ლამაზი გახდა ჩემი გოგო. პირში ბალახი რა კარგად გიხდება შენ. პირში ბალახი რა კარგად გიხდება, საყვარელო. სადი ირბინე, აბა? სადი ირბინე, აბა? ირბინე. ხო ჩაკ თქვენ. ეხა აქედან ასე დატოვება და წასვლაც პრობლემაა. ხო არავნებენ ქათვებს, ნახე? ბონჯუკებით ეხლა შეშინე. ბონჯუკ. ბონჯუკი. სად არის ეს ბონჯუკი? მოდი შვილო. მოდი სათხარ.
ჩემი სიმპათიური ბიჭი. მოდი ჩავეხუტო ჩემს ლომს. ნახე, ჩვენ თხებიც და ვირი ძაღლივით გავუწვდე, ხედავ? უძახი და მოდის, ხო ხედავ? რა ჭკვიანები არიან, მაშალამად, ჩემი კარამელი. ეგა ძმაო, მოდი გარეთ გავიდეთ, ლომები გაუშვი. ესენიც აქ იარო და ითამაშო. კოკა, ამაცაც ვადევნოთ თვალი. დაიცადე, ნახოთ. რა ხდება ახალგაზრდებო? ეს კარი ისევ ჩაკეტე. ცინცადი გოგან დაიცადე. ნორა, არა, ნორა, შენ არ მოხვიდე, გოგო, დაიცადე. დაიცადე. აჰა, ნახეთ ჩვენი კარი ესეთი გამოვიდა, მეგობრებო, ძალიან ლამაზია. ეხლა ძაღლები ვეღარ შემოდიან. შვიდად შევდივარ და გამოვდივართ აქედან. გუშინ ნახეთ რა უბედურება მოხდა. შევდუვეთ. ძალიან ვიცვალეთ, მაგრამ ეხლა რომ წვილი შედუგება გავაკეთეთ, ნიგმით კარგად არ გამოდიოდა. გიოქანმა ჩემმა ძმამ ერთი უსიამოვნო შემთხვევა გადაიტანა. თვალში დუბაბი მოხდა. დიდი ჟოცრაძე ავადმყოფოში წავიდა, რომ თვალი გაესურთავებინა და ასე შემდეგ. საბედიეროდ ეხლა ცოტა უკეთაა, წამლებიც გამოვიყენეთ და ასე შემდეგ. ეს დუღაბის სამუშაოები ცოტა სახიფათოა. ადრე მე ზამემართა ვის მაშინ მიყურებდა იცის. ადამიანს შეიძლება დააბრმავოს კიდეც. ხოლო ნახეთ მარაზის ფიზიკა როგორია, ძმაო. მარაზ რა ხდება ბიჭო? აუ ბიჭო, არ მიგმინო, გაჩერდი, ეხლა ჩვენ დავიკარგებით ამ არეულობაში. ერთი წუთი ძმაო. უნდა გადავარჩინო თავი, ძალიან საშიშად მილასვათ. ერთი წუთი. ბაბუა, ნუ მოდი ხარ ასე ახლოს. ჩხუბი ატყდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? მარაზი უფრო ძლიერია თუ ბაბუა? რას ფიქრობთ? შუაში ფოტოებიც გადაიღე. კომენტარებში გელოდები ძმაო. მარაზი უფრო ძლიერია თუ დედე? გიოგან, შენ რას ფიქრობ? ჩემს აზრით დედე ძმაო. დედეს ძალას. დედე გაგიჟდა. მარტო მარაზის ფიზიკას შეხედე. რა ხდება გოგო, დამაცადე, მეც დამაგდებდებდი. მარაზის აგნაგობა ძმაო ანატოლიური ნაგაზივითაა, მაშაალა. უც შეხედე, თავის ფორმა აქვს, ფიზიკა და ყველაფერი იდეალურია. დედე ძმაო დაარყამს და გაიქცევა. დობერმანების ზოგადად თვისებაა, რომ კბენენ და გაიქცევია. არ იჩხუბოთ, გეუბნები თქვენ, ერთი ეზოს ბავშვები ხართ. ერთმანეთს ცუდი არ გაუკეთოთ. კაცურად ითამაშეთ, დედე. რა თქმა უნდა, ეხლა შუაში ერთი მდედრი არის. დედემ ის თავისად მიიჩნია, მარაზმაც თავისად მიიჩნია. დედემ დაინახა. მარაზი რაღაცას აწყობს. ჭკვიანად იყავი, უთხრა მარას. მარას, ფაშა, ნუ ჩხუბობ, ჩვილო. გეჯე, სად ხარ გეჯე? ასლან, ჩემო გოგო. შვილებს ყველას კარგად აქვს საქმე ძმაო. ეხლა ნახე, აქაურობის რემოს დღეს უნდა დადაგვეწყო, არ გამოვიდა. დედე, მოდი. ხვალ დავიწყებთ. ხოლო პატარა რაღაცას გაჩვენეთ, რაც გუშინ გავაკეთეთ. კარლოს. ულან კარლოსი, სად ხარ შვილო? სად არიან ეს ასილი და კარლოსი, სად არიან ისინი? მაშალა ჩემს ლომებს. ჩემი სიმპათიური ბიჭი, ღმერთმა დაგიფაროს, რა მოხდა? დიდი ბავშვი. აი ეს ალექსის გალია ქვემოდან იწეოდა. ნორა არ მიუახლოვდე. გუშინ ქვემოთ კინა მივადუგეთ, კარგი გამოვიდა. იქაც გავხვიდეთ, ნახე ხა ძალიან მტკიცეა. ეხლა აღარ იწევა. ამის პროფილი მტკიცე იყო, ამიტომ სწრაფად ეს ნაწილი გავაკეთეთ. ალექსი, რა გამიკეთე ხელზე ბიჭო? შეხედე ამას. კარლოსი, რა პირი გაქვს შენ ბიჭო? მოდი აქ. მოდი აქ, ხელს შენზე შევიწმეთ. რა ბევრი ნერწყვი გაქვს ბიჭო? ჰა? დიდო ბავშვო, რა ბევრი ნერწყვი გაქვს? ნახე რა ზამე გამიხდა. ეს გავაკეთეთ. ეხლა კიდე ეს არის შეთებიც, რომლებსაც ქვედა ნაწილი დაკობილი აქვს. ალექს, კარგი შვილო, არ იყვირო. ვისაც ქვედა ნაწილი დაკობილი აქვს, მათ პროფილებსაც შევადუგებთ. თუ ღმერთი ინებებს, აქაურობასაც კარგად გავამაგრებთ. ამის შემდეგ ჩვენი გალიები ყველა ლამაზი იქნება. შვილო, მარტო აქ ჩხუბი ატყდება, იცოდე. ეხლა დედემ ძალიან აგრესიულად დაიწყო კბილების ჩვენება. ახალგაზრდებო და ისინი ვინც თავს ახალგაზრდად გზნობს. კარლოსი არ გამოვიყვანო, ნახოთ. კარლოს, რას აკეთებენ ესენი შვილო? ჰა? დედე და მარაზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ძმაო. შეიძლება ჩხუბი დაიწყოს, იმედია ჩხუბი არ იქნება. კარლოს, მოდი. მოდი უჩხულო კარლოს. ეხა იქაც უნდა ჩავერიო ძალიან. თან ჩემგანაც იქოქები. რა ხდება? ლეკვები თამაშობენ. ერთი წამით მეგონა ქათამს რაღაცას უშავებდნენ. ჩემგან იქოქებიან. ზეინა. არ ჩხუბო. ერთი წუთი ძმაო, ერთი წუთი დედე. ფიცუდებ ვიდეოს დაწყებამდე.
ბაღი მშვიდი იყო, ყველაფერი კარგად იყო, არანაირი პრობლემა არ იყო. რაღაც დავიწყეთ, ვიდეოს გადავიღეთ და ყველაფერი აირია. მაშინო დაიწყეს ოინბაზობა. ფისტიკი, სად მიდიხარ ბიჭო? ფისტიკი ღობეებს შორის გაიპარა, მეორე მხარეს გადადის. ეხა მოდი, ამა გარეთ გავიდეთ. სინამდვილეში, ეხა ექტორის მინდოდა გამომეყვანა. ას კაი გამოვიყვანოთ, ექტორი ახლა დაჭრილია, მოიცადე. დამავიწდა მარაზი ხო გარეთაა. ეხლა ეს შენი გაერთიანდებიან, თუ ერთდროულად ექტორზე შეტევას ეძლებიან, ჩვენს თავს. ჰეი! ასილასი. ეს ასილია. მამა ყველგან ხმაური და გუგური დაიწყო. ძმაო, ძაღლები ძალიან ბევრია. ამათგან უმეტესობა დიდი ჯიშისაა, დიდი ძაღლები. დარწმუნებული იყავით, ყველას გაკონტროლება და მართვა ძალიან რთულია. ძმაო, ნორას ის პერიოდი უკვე გადაუვიდა, მარას. მარაზმა ძმამ ეხლა გაიაზრა ეს. ეს რა არის ძმაო, მარასაც უკვე დააგვიანდა. ერთი წეს გაყვლით გამოგვიშთა, ნახე? მარა ჭკვიანად იყავი. მარას უცელკობ. უცელკობ, შილო. მოდი. შილო, იმედია ის ლეკვები ქათმებს არაფერს დაუშავებენ. პატარებო, მოდი. ეგ ამეთქრე როკის გაჩვენეთ. მოდი რეინაც მოვიდეს ჩვენთან იაროს. როკის გაჩვენებთ. ეხლა რეინას მობესთან გავუშვებთ. რეინა, მოიცადე გოგო, ჯერ შიგნით შეგიყვან. ანუ საკელო არ აქვს, მაგრამ თასმა გაუკეთე. მოდი რეინა. ეხლა უკვე გვაქვს ძაღლები, რომლებსაც იმ ღობისკენ გავუშვებთ, ხო, გავაკეთეთ იქ. სკაი ბაბა, ცოტა ხანში გამოგიყვა. გავი სკაი. მაგრამ ამ დედასთან შორს უნდა დავჭით. აჰა, ლომი გადაიღე, მალე. არგენტინის ნამდვილი შვილია. ვაუ! მაშალა, ჩემი ლომი ვაჟი, შენს ქარიზმას ვეწირები. საწყარ ბიჭო. სად არის ჩემი ტაისონი? ტაისონი რეინას ზულს, მეგობრებო. ნახე. რეინას გაშორს მიდის. ესენი ადრე ერთხელ წეში წავიყვანე. თხილად, კარა. ქარამიჩ რეინას ესხმის თავს, გიჟია. რეინა მოვიდა და მაგანაში დაესხა თავს. ტაისონს. ტაისონს მას შემდეგ რეინა აღარ უყვარს. რეინას მოდით ღობეც ნახოთ და როკიც, მეგობრებო. შენი ღობის იქით. ეხლა აქ ყველაფერი დასრულებულია, ხო ასეა გოქა? ზუსტად ასეა ძმაო. შუა საქმე არ დაბჭა. ხო, ერთი რაღაცა სადღაც უნდა დაგვედო. ხრახნი უნდა დაგვედო, სულ ეს იყო. ეხლა გამახსენდა ის. დედე, ჭკვიანად იყავი. ბაბუას ხედავ, არა? კართან არავის აკადებს. ნახე. დაიცადე ერთი წუთით. ზეინა გაიქეცი იქიდან შილო. აი ჩვენი კარი ასეთია იდეალური. გოგაც წაბად მოდი. ფრთხილად დეიდო. ძაღლები არ შემოვიდნენ ერთი წუთით. დაიცადე ახალდებო. ნახე. შილო, ჩხუბი დაიწყება. ეი! გონიურად მოიქეთით. რეინა. ეგა დაგანებებ თავ შილო. კარგი? მოიცადე. მოიცადე შილო, მოიცადე. აჰა. იაროს, ნახო, ჩემი გოგო. ძმაო, აქ ჩვენი ჭიშკარი მზადაა. სუპერ გამოვიდა. 10-დან 1 ქულას ველოდები თქვენგან. მე 10-დან 10 ვაძლევ. იდე ხო გითხარი აქ დეტალებს მოგვიანებითაც დავამატეთ. ბაღის ავეჯი და ასე შემდეგ. მაშინ ეხა ამაზე გოქან ასე გაიარე. გვაქვს გეგმა რომ ერთგვარი სუნდურმა გავაკეთოთ. ხო ასეა. 3 მეტრი უნდა ყოფილიყო. 3 მეტრის სუნდურმა გავაკეთებთ. აქ ზემოდან გადავხურავთ. 3-7-ზე. 3-7-ზე. ზუსტად ასე, აი ესე. ზუსტად. ერთი კონტეინერი წინ არის როგორც ჩანს. ზუსტად. ესეთი სახურავს გავაკეთებთ. რა იქნება ამჯერად? გადახურული, უფრო სუფთა ადგილი. როგი კებს, როგი. როგი! მოიცადე, როგის გაუშვებ. როგი, მოდი. როგი, მოდი. როგი, მოდი, როგი. ეი, როგი, სათხარ, როგი. როგი, სათხარ, როგი. დაიცადე. როგი, მადლობა, გმეც გამოჯამთელდა, მეგობრებო. ეხლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. რეინაც კი როკისთან თამაში უნდა. რეინა! როკი სად არის ეს როკი? ჰაუ ეს როკი სად არის? ჩემი ბიჭი გამოჯამთელდა. ჩემი ბიჭი თვალი ხო არ ეცა, ჩემი ბიჭი ხო არ გახდა ავად. ეხა ჩემი ბიჭი მაშალა სუპერია. ხოჭაღ როკის. მოდი რეინას გაგაცნობ მეთქი, მოდი. რეინა და გაიცანი, ითამაშეთ ეხლა. მოდი. ხედავ როგორ მოვენატრე როკის. მოგვენატრე შილო. ძმაო, ენერგია სულ აღარ ქონდა, იცი? ფეხზე ვეგაც კი დგებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბატარეა 0-ზე ქონდა ძმაო. ეხლა ნახე, გამოცოცხლდა, თავის ფორმაშია, მაშალა, ენერგია ძალიან კარგი აქვს. გარკვეული როკი ჩვენი ყველაფერია. ხანდახან ნერვებს მიშლის, მაგრამ
მაინც ძალიან მიყვარს როკი. ძალიან დიდი სეპიკობა, კარგიც არ არის ძმაო. ცოტა მოიკლო ავადმყოფობის შემდეგ. ღმერთს მადლობა, არაფერი სერიოზული არ მოხდა. როკი ძალიან შემაშინა, მეგობრებო. ეხლა ალხამდულილlah ცოტა უკეთაა. ზეინას იცნობ როკი? რეინა ითამაშე ჩვილო, ითამაშე. როკი ნახე როგორ გადავიდა დაცვალდე. ვაი, ღმერთო, როკი შენს გულისთვის. ტერიტორიის დაცვა როკის ევალება. ეზოში კაცს არ შეუშვებს. როკი არც ერთ სულიეს არ შეუშვებს. მაშალა ნამდვილი მცველი, ნამდვილი ლომის ნაშიერი. კაცის, ანუ როკის იერი და დგომარსაც, შთომა მეგობარსაც შთააგონებს და მტერსაც აშინებს. ეი, როკი, მაშალა, ჩემი ლომი ბიჭი. ეხლა ალხამდულილlah კარგადაა მეგობრებო. ლეგენდებსაც მალე გაჩვენებთ. ჩვენი ლეგენდებიც ალხამდულილlah კარგადაა. რაიცადე როკი? ამან, დედე, ნუ აქეზებ. ნუ აქეზებ, დედე. ეხლა როკი, მოდი საფში წაგიყვანო, კარგი ჩემო ბიჭო. მოდი საფში წაგიყვანო. რეინას თავს ესხნი, იჩხუბებ ჩემს გოგოსთან. რისძენ უწავალთ. გოგოს ეძახი, შვილო. რეინა, აქ დაგტოვო. სინამდვილეში რეინა აქედან არ გადახტება, გოქან. ცადოთ. მე რიტყვი ძმაო. არა, არ გადახტება. რეინას გადახტომა არ უყვას, რეინა ჭკვიანია. რეინა, მოდი. მოდი გოგო. მოდი გოგო, ნახე აქ როგორ მოგიხდა შენ, ა? მოგიხდა აქ, ა გოგო? ნახე ეხლა, ნახე. ის რეინა. რა ხდება, ეი? დედე. დედე შვილო, ნახე ნორმალურად იდექი, ა? ნახე, ნუ გათამამდები შვილო. რაიგე, ნუ გათამამდები, დედე. დაიცადე, სად არის რეინა? რეინა, მოდი. რეინა, მოდი. მის ამჩევას გაჩვენებდი, ხო, აკეთებდა, თავს გესმოდა. რეინა. ამის კეთება შეწყვიტე, გოგო, რატო შეწყვიტე? დაბერდი და თამაშთავი დაანებე. ჰეი, ირბინე. საერთოდ თუ მას დაიჭერ, ასე გესხმის თავს. ამ ჩვევას თავი დაანება. არა უშავს, რეინა ეხლა აქ ბედნიერია. როკიც სახში ხვიროდა. როკი ეხა შუს გიждდება, რეინას ხო უყვარვართ. ეს დედე ხო ისევ დაიწყო ინები. დედე კაცურად მოიქეცი რა. ისევ არეულობის მოთხოვა დაიწყე, ბიჭო, ცოტა დამშვიდი. ისევ უყურებს, ნახო ვის მივედო, ხედავ? კინაღამ მარასთან იჩხუბეს. მარაზი ეხლა ძლიერია, ზანდიერია, ძალიან დიდი წონითი სხვაობაა მათ შორის. დედე ჭკვიანია. მოდი გოქა, გარეთ გავიდეთ. თან რეინად სადოთ აქედან გამოვარამე. და კიდე მეგობრებო, იმ მედუზას ოთახში იატაკზე დივანი დავდგი. რადგან იქ ცხალი იყო, ის უნდა გადავიტანოთ. თუ ღმერთი ინებებს, ხვალ პირველ რიგში მედუზას ადგილს მოვაწყობთ. მედუზა და სკაი ძმა? ხო, მედუზა, სკაისი კიდე ნორმალურია, მაგრამ მედუზას ადგილი ცოტა პრობლემურია, ხო, მიხვდი? ისევ შიგნის ცედინი დგას. აი აქ ცედინი იყო, ის იგდავდე. ზემოდან წმება, მაგრამ წვიმის დროს იქ წყალი გროვდება. ვერ ვდებ მას გალიებში, მეგობრებო, ხტება. როცა ხტება, ჭხუბობს. როცა ჭხუბობს, აღარ უშვებს. ვერასდროს სვამთ გალიაში. ხოლო დაბმა შემიძლიას. გარედან ბეტონია, ქარი უბერავს მარჯვიდან, ღიადაც არ მინდა დავაბა. ან სადგომს ანადგურებს. ხვალ ერთ-ერთ გალია სახურავს დავადებთ მისთვის, რომ ასე არ მოხდეს. მისი ადგილი კარგად დავამაგოთ. მოიცადე რეინა. სინამდვილეში მედუზას მიცემა მინდა მე. იმიტომ რომ ის შვილი ძალიან უკანა პლანზე რჩება, აგრესიული რო არის. ეხლა ძმაო, ნახე, ამ გუნდს სულ შევაჩვიეთ ერთმანეთს. მადლობა ღმერთს, ჩვენი ძაღლების უმეტესობა ერთმანეთს შეაჩვიეს. ჩხუბი არა, მაგრამ ის ძალიან ჩხუბობს და ამიტომ ერთად ვერასდროს უშვებ, ამჯერადაც მე მიქმნის პრობლემას. სინამდვილეში მინდა ის გავცე, მაგრამ ნახოთ მომავალში როგორ იქნება. ეხლა მოდი სკაი ავიყვანოთ. ნორაც მართალია, მარას ეგ პერიოდი უკვე გადაუარა შვილო, გადაუარა. მაგალითად ეხა ამ მარაზის გვერდით აპოლოს რო გაუშვათ, დიდეს დაესხმებიან, იცი? მაშინ დიდეს დაესხმებიან. მარკო ეშენიაში გადიან აფრის აკეთები. ორი ძმა ერთმანეთისგან თავდაჯერებას იღებს. კი, იგებენ, თან დედაც ბერდით ყავთ, გეჯე. ამიტომ არ უშვებ ერთად, როცა უშვებ სულ ცალცალკე. და კიდე მარაზი, მადლობა მე ძალიან შემგვებელია, პირდაპირ არის ხმის თავს. თუ დაესმებოდა, ასე ვერ გაუშვებდი მოს. ეხა მოდი ვნახოთ. მოდი სკაიბაბასა მივიდეთ. ოდი, დამშვიდი, ოდი. ოდი ძმა ფსიქოპატი არ მოშდა, ოდი მართლა. ჰეი, დედე. გონიერად მოიქეცი. ეხლა სკაის დავიყვანთ. სკაი! სად არის ეს ლომის ნაშიერი? სად არის ეს ლომის ნაშიერი?
ეს ბაბუა შენ გშუს, ა? დაიცადე. ეს ბაბუა შენ გშუს, ესენი ბაბუასთან მტრები არიან. დაიცადე. არა. არა, სკაი. არა. სკაიმაც, მაშალა, კარგად მოიმატა წონაში. თითქმის ობეზივით გასუქდა. დაიცადე, შვილო, დაიცადე. არა. არა. აი ესე დადგი, ამბახში ჯერ ნელა-ნელა გავასეირნოთ, შემდეგ გარეთ გავიყვან და დავუშვოთ. ეხლა ჩვენი პირველი საქმეა დედესთან არეულობის თავიდან აცილება. დედეს გონება ეხლა ისედაც მარაზზეა. მოდი სკაი. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო, ჩემი ლომი ხარ, მაშალა შენ. მაშალა შენ. დედე ძალიან ახლოს არ მიხვიდე. არის. ვირისტერი არის. ან მოდი პიზაპილ გავიტანოთ ეს გარეთ. ეხლა დედე შეიძლება უცებ აიჭრას, ხო გესმის? ნუ იჩხუბე მე რისზე, ნუ წავიდეთ მეგობრებო. მოდი სკაი. მოდი ფაშა, მოდი ფაშა. მოდი ფაშა, გარეთ ჯაგათამაშე, მოდი. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო. შინამდვილეში ბარტემს არაფერს უშავებს, ხო ასე? ბავშვებო, მოდი, 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 მოდი. მოდი შვილო, მოდი. მოდი, 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 მოდი. ფისტიკი. ეი, შტ, მიდი. არა, დედე. არა, შვილო, შტ. არა, გითხარი, ნახე. შტ, არა, დედე. გაჩერდი. არა, მოიცადე. მოიცადე. მოიცა, შეიშალა. დედემ კერჩი დაარტყა. არც მე გავიგე ძმაო. მოიცა, მოვიდა, იცი? არაფერი აქვს, საერთოდ. სკაის. გარბის ხო? იმზაბი, აი, დობელმანებისთვისებაა, ყელში უთყამენ და გარბია. ნახე ხო, არა? მოულოდნელად იყო. მე თვითონაც კი ვერ დავინახე, საიდან მოვიდა. საერთოდ არაფერი ჩანდა, რომ თავს დაესხმებოდა. პირდაპირ მოხდა ყველაფერი. დედე, აბი, ამ საკითხში ცოტა პრობლემურია. დაიცადე, სკაი, შენი სადამაშო ვიპოვე. მოდი ვნახოთ. ბაბუა, არა. ბაბუა, არა. არა. ძმაო, ბაბუა ისევ შეტევაზე გადადიოდა, გიჟია. ქოქა, საფად გააღე ეს კავი. კავე, გავიდეთ გარეთ. ბაბუა უსიდისო არეულობას დააწყებს. დაიცადე. ძმაო, ბაბუა ეხლა აქედან არ გადახტება. არ გადახტება ძმაო, ეგ მე მოვაგვარე უკვე. რა აკეთე? ჰე. ჰე. მანქანა არ მოდის, ხო ასეა? არა. დედა ხტება გარეთ, მეგობრებო. რა დადის, კაი? სკაი ბაბა, მოდი, 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 მოდი. ლომის ნაშიერი, ირბინე, ნახე, ენერგია მოიშორე. თხის განმავლობაში ძმაო, ესე ვერ უშვებ ბაღში შვილებს. მუდმივად გარეთ გავყავს. და უშვებთ ნახევარი საათით, 1 საათით მაინც. იარონ, თავზე ვადგავართ და უყურებთ. ეხლა ეზო ვიწროა. ეს ბაბუას. ნახე, ბაბუა, არა, ბაბუა. ამბობდი გავაკეთეო, მაგრამ ცოტაც და მოდიოდა, ა? ეს იგი იქიდან გამოდის. ჩვენ ასე წავიდეთ, მოდი. სახტომი არაფერი არ არის. დედე ეხა დაიბნება, დედე. სკაი, მოდი. სკაი. დედე ამ ხარეს გამოვიყვანოთ. მოდი ახალგაზრდებო, მოდი, 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 მოდი. ყველა ჩვენ გვიყურებს. მოდი, მოდი. ოჩაკ თქვენ. დედე ამ ხარეს გადმოვიყვანოთ, რომ გარეთ არ გაიქცეს. ჩვენი ტრენდებიც გადაიგე, ნახე. ერთხელ დაუსტვინე, დაუსტვინე, გოკა. დაუსტვინე, 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 დაუსტვინე. ჰეი! არა. მოდი აქ. მოძმე, ისროლე ერთი კონტრედების გალიისკენ. ქვა ვთქვი, ქვა. ბუთი ვისროლო. კარგი, დამშვიდით ერთი. არა. კარგი, მოიცადენ, ტრედები არ ააფრინო. ნუ შეეხები, ნახოთ. ფისტიკის ლეკვები ცოტა მეშინია, მეგობრებო. ეხლა მათ უყურებს. მანქანა არ მოდის, ხო ასეა? ძმაო, აქ ყოველთვის პანიკაში ხარ, ყველას ყველაფრისგან დაცვა და მოვლა გჭირდება, ხო გესმის? ჩვენი ფერმა ესეთია პრობლემური, ჩიტირისთან არ მიხვიდეთ. მოდი აქ, მოდი აქ. ჩიტირისთან არ მიხვიდეთ, გაიგეთ? ჩიტირი შეიძლება დაგესხათ. მოდი ეგ ფისტიკის ლეკვები ეხლავე ავიყვანოთ. მოდი, 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 მოდი. მოდი ბიჭო, მოდი ბიჭო, მოდი ბიჭო. მოდი ბიჭო. ეხლა ფისტიკის ლეკვებმა პრობლემები შეგვიქმნეს, მეგობრებო. მათი დავტოვე, ხო?
მათგან არაფერია გამორიცხული. სკაი ბაბა, გადაიღე ეგ სკაი. გადაიღე ეგ ლომი ირბინოს ცოტა. მაშალა ჩემშვის. ალბათ სკაისაც მუცელი ასკივდა. დღესაც ზაღლების საძორად გავიყვანეთ, მეგობრებო. ყოველთვის თხები უნდა გავიყვანოთ. ცოტა ზაღლებმაც ირბინო. სკაი ბაბა, მოდი შენ სამო შვილო. ფისტიკის ლეკვები უნდა დავკეტო პაშა. ისევ გამოგიყვან, მოდი. მოდი. ეხა ამას აქ რო დავტოვო და წავიდე, არ გამოვა. მანქანა რამე მოვა. მოდი ნახე. ეხლა ბაგში როგორ შევალთ? არა. გადაიწიე. არა შვილო, არა. გამოდი. დაიცადე. გამოდი. დაიცადე. არა. დაიცადე, სწრაფად წავიდე და იქ სკაი დავაბად, ძმაო. ბაბუა ზურგს უკან არ ვიცოდე. ბაბუა, ზურგს უკან არ არის? ბაბუა, არ მოხვიდე. ძმაო, ბაბუა ყველა მამ ძაღლს მტრად უყურებს. ვერავის იტანს, იცით რატო არის ასე? შინამდვილეში ეს ბაბუას არ უკავშირდება, მაგრამ ბაბუას ხასიათშიც რაღაც ოიმბაზობა და პრობლემა აქვს. ეს 2-4-ია. ეხა ბაბუა იმიტომ რომ კაცია ამბობს, ბაღის ლიდერი მე ვარ. გარეთაც როცა ვიღაცა მისი ლიდერობის დაპყრობას ცდილობს, მაშინვე შეტევაზე გადადის. ამის მიზეზი ესაა. ბაბუა უკვე გაიზარდა. რომელ კუთხიდანაც არ უნდა შეხედო, უკვე 1 წლის და ნახევის გახდა, ხო ასეა? ზუსტად ასეა ძმაო. 1 წლის და ნახევის გახდა, გაიზარდა მეგობრებო. 15-16 თვისაა დაახლოებით. აი ესე მოხდა. ბიზნიკო, სად არიან შენი ლეკვები? ჰა? სრაბად დაუძახე აქ. მოდი. ესენი მაშინვე დავხულოთ, მაშინვე. ისედაც მე რო ვისროლე, იბუთი თამაშობდე, მოდი. პისტიკი. ქოქა შენ წინ წადი. ნორა შენც მოდი. ნორა შენ გვაკლდი, მოდი. მოდი ნორა. შენ გარეშე გამოვა? პისტიკი. ითამაშეთ ნორა და თან ერთად. ცელკები. ბანდიტები არიან ესენი, ბანდიტები. აი ხა ნორას მიადგნენ. ნორა. ესენი ფისტიკის ბანდაა ძმაო. ფისტიკის ბანდა ესენი. ფისტიკო. ვაჟკაცი გოგო ხარ ჩემოშვილო. ცელკი გოგო ხარ ჩემოშვილო. ფისტიკ ძალიან უყვარვა, ფისტიკო. მოდი. ნახე რა მოგიტანე, მოდი აქ. ნახე როგორ თამაშობენ. მაშალა თქვენზე. ამიტომ არ მოგეცით ესენი, ძალიან მიყვარს ესენი. ყველა ითხოვდა, მაგრამ არავის მივეცი. თქვი, ესენი აქ მასკოტებად იქნებიან. ნახე, დააწექი შვილო. აი ესენი ხო, ესენი. მომავლის ლეგენდა იქნება, ნახე ხედავ ამ მოძრაობას. შენ შემოგევლე შვილო, მაშალა შენ. მაშალა ჩემ პატარას. თქვენ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებთ. მამამ ჯერ კოლაგენი ვერ გააკეთა, ქათმის მაღაზიაში უნდა წავიდეს. მოდი. ჯერ ვერ გააკეთა, წავიდეთ. ტრედებიც გადაიღე, ნახე. ქოქა, დღეს საღამოს ესენი შენ დახულე აქ, კარგი? დავხურავ ძმაო. შეაგროვე შენი მათ ახალ სადგომში. ამათაც მიხედე. იქაც ბატი გულკაზე დამჯდარა. ისედაც ყველა შიგნით შედის, მოდი. მოდი ბადარო. მოდი. კარგადაა? გაიქეცი, სათამაშო გადაგიგდე. თქვენ სათამაშოსთან ითამაშეთ. მაგრამ გითხრა რაღაც, ნახე, ესენი ძალიან კარგად ეგუებიან სწავლას. ძალიან ჭკვიანები არიან, ამჩნევ ხო? ზუსტად ასე ძმაო. ძალიან ჭკვიანები არიან, ნახე, ყველა მაშინვე თავის ხოში გადავიდა. საერთოდ არ გამათვალეს, ცალ-ცალკე არ დადიან. რატო? იმიტომ რომ დედა ჭკვიანია. ფისტიკ სულ შემწირავ ჩემო ძვირფას. ეხლა მოდი დესტანებიც ვაჩვენოთ. მოდი აქედან გადაიგე გოგან. მოდი. აი აქედან დააზუმე დესტანებზე. ერთი გამოჩდეს ვნახოთ. მაცქენა ორი მიცევს, ვინმე კარგს მეუბნება თუ ცუცს. ცუცს ამბობს. ვინ არის ის, ვინც ჩემზე ცუცს ამბობს? ვინც ჩემზე ცუცს ამბობს, ვამბობ, ჩემი ეპოსების ნარჩენები ჭამოს. ეპოსი სოფია, ჰერა, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, კარგად მოიკრიბეს თავი, პრობლემა არ არის, მეგობრებო. ამდენი ხანი არ უშვებდი მათ. გუშინ პირველად გაუხსენი, აი ვისკარი. ყველაფერი რაც შეგვეძლო, ყველა დანამატი, ყველაფერი გაუკეთეთ მათ. კარგად ყვებავდით. სინამდვილეში ეს ვირუსი ისეთი იყო, რომ 90%-ს ყლავდა.
მაგრამ ღმერთმა შეგვიწყალა მადლობა ღმერთს, ბევრი ვილოცე, ბევრი ვეცადე, ბევრი ვიბრძოლე. შენი შვილების გაუძლეს. მადლობა ღმერთს, ღმერთმა ნება დართო და ისინი გადავარჩინეთ, ეხლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ძალიან კარგია. ხო, 70%, ზესტანი კარგადაა, 90% ვიტყოდი. სოფიას 90% ვიტყოდი, მაგრამ ჰერა ცოტა, ჰერას შეხედე, ჰერას გადაიღე. ის შუაში რო არის. ჰერა ცოტა უფრო მოწყენილია, ნახე ხელზე ბინტი აქვს, სვებთან შედარებით. მაგრამ მადლობა ღმერთს, მადა და ყველაფერი კარგად აქვს, მეგობრებო. აივანზე არჩებია, რა თქმა უნდა, ოთახები აქვს შიგნით. საღამოობით ვკეტავთ აიუნის კარს. ისედაც პირველად გუშინ საღამოს გავხსენით. ჩაულებრივ გახსნილი არ იყო, პირველად გავხსენით, თქვი, ცხოველება ცოტა ბზენახონ, ხაერი მიიღონ, სულ დაკეტვა არ გამოდის. ისიც იმიტომ რომ ავადები ეხლა სხვებთან კონტაქტში არ შევიდნენ. დედე. მარას ღმერთს მადლობა, გონიერი ძაღლია, ა? ნახე რომ არა მარაზის გოლიერება, ცუდი ჩხუბი ათვლებოდა ძმაო. ღმერთს მადლობა, მარაზი გონიერია. მარაზისთვის რა გაიგეთებინა, ოდინისთვის რო გაიგეთებინა. ნახავ. ოდინსაც უკვე ეჩხუბება. დილით ნახე, თავის გალიიდან გავიდა და ოდის დაესხა თავს, გიჟი დედე. მაგრამ ოდის თუ გაუკეთებ ამას შუნო, გაიგე დედე? რომ მიხარ. ღმერთ მაგდას ტესტანების განვითარებაში პრობლემა არ იყოს, მეგობრებო. მაო, პირველ რიგში განვითარებასო თავი დავანებოთ, ჩვენი შვილები. კარგად გამოჯამთელდნენ. იჟდესტანი, სოფია, ჰერა, რა თქმა უნდა, ნეტავ ჰაიდუთით ცოცხალი ყოფილიყო, ძალიან მაინტერესებდა მათი მომავალი, მაგრამ როცა ავადმყოფობა გამოჩნდა სამწუხაროდ, ჰაიდუთი დავკარგეთ. ეხლა კი მის და ძმებსაც მაქსიმალურად კარგად ვული. იმედია კიდე უკეთ იქნებიან, არა ნორა. აჰა, მარაზი გადაიგე მალე, ნახე, მარაზის წავიდა ოდინესთან ჩახუტებას ციგობს. ნახე, ოდინი, მარა სხვებსაც გაუკეთა, მარას არ გაუკეთა. მარაზი ძლიერი გამოვიდა თუ რა ქნა. ოდი! რეინა, მადლობა ღმერთს, იქიდან არ გარცეულა. რეინა ხანუმი დღეს იქ იყოს, ნახავ დავაკვირდები მას. რეინას ადგილი კარგია, იქ იაროს. ისედაც ეხლა ესეა, იზაბელი ხვალ ან ზეგფერმაში რომ მოვა, იზაბელს პირდაპირ იქ მოუწყობთ ადგილს. ნახავ იქ სისტემას რო არ გადახტეს. მასაც იატაკზე ეძიკეს დაუდებთ, ცხენებსაც დავაბამთ. ანუ ასე მოვიქცევით. ცოტა ვობის უკან სიგრძეზე გზელი ჯაჭვით რო არ გადახტეს. ის მხოლოდ ასე დარჩება დაბმული, თორემ იზაბელი იქიდან გაიქცევა ძმაო. იზაბელსაც ვერ ვაკავებთ, ანუ. ღმერთს მაგდა სხვა. შედუღების სამუშაოებს გავაგრძელებთ. დღეს ვიფიქრე, ეს ბოლო მდგომარეობა შვილები რო გაჩვენოთ. ამ გალიებს ცოტა წესრიგში მოვიყვანოთ. ერთ-ერთი ზემოდან დახურული უნდა გავაკეთოთ. მედუზას აქ გადმოვიყვანთ. მედუზას ადგილი მყარი იყოს. იმასაც ზემოდან შესანი თუ რამე დავადოთ, გოხა. სორია? პროფილით დავაკეთებ. იმ პროფილით რადაცაც გავაკეთეთ, რომ მედუზამ არ გადაახტეს. მისი ადგილი სასტრაფოდ უნდა შეიცვალოს. ძმაო, ნელა, ყველაფერს ენდროულად ვერ გააკეთებ. ამინდი წვიმიანია, ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება, აი თვალიც კი დაგვიბნელდა. გააზრეთ, ადვილი არ არის, ნელ-ნელა ყველაფერს ვაკეთებთ. თქვენგანაც ველოდებით რჩევებს კომენტარებში. აბა ძალიან მიყვარხართ. ადა გავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. იყავით შვიდად, მეგობრებო.